დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. მასში ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაცია ქართული ღვინოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენა წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია და მოიძიონ ახალი იმპორტიორები. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის ორი დეგუსტაცია გაიმართა ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ ვინუმის სტენდზე. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 14 დასახელების ქართული ღვინა. გამოფენის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია. სტუმართა რაოდენობამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რაც ვფიქრობ გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს როგორც ღვინის სამშობლო მსოფლიოში უკვე აღიარებულია. გასაკვირველია დიდი ინტერესია ქვეურის ღვინისადმი და ქართული ღვინის ჯიშებისადმი. უსურვებ ქართულ ღვინოს წარმატებას და წინსვლას. 23 კომპანია არის წარმოდგენილი ქართულ სტენდზე. ამდენი კომპანია არც ერთხელ აქტუალია ჯერ დიუსელდორფში. ინტერესი კიდევ მეტ კომპანიას აქვს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო წარმომადგენლობით იქნება საქართველოს სტენდი. მრავალი ჩვენი არსებული პარტნიორი გავიცანით პროვაინზე, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა არის ზოგადად მთლიანად მსოფლიო მეღვინეობისთვის და რა თქმა უნდა ქართული მეღვინეობისთვის. მნიშვნელოვანია ყველასათვის, პირველ რიგში იმით, რომ მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილია ქართული ღვინო და ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დააგემონოს და თვითონ ღვინის კომპანიებსაც აქვს შესაძლებლობა შექმნან იმპორტიორებს.